ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლის ლაბორატორიული გამოკვლევა აჭარის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ დაიწყო. სპეციალისტებმა სინჯები დღეს 8 წერტილზე კვარიათის, სარფის, აკვაპარკის, ბათუმის ცენტრალური პლაჟის, ბარცხანის, მდინარესთან მახინჯაურისა და მწვანე კონცხის ტერიტორიაზე სანაპიროდან 50 მეტრის დაშორებით დაიწყეს. ზღვის წყლის ხარისხი ნაწლავის ჩხირის ბაქტერიებზე, კოლიფაგების, ფეკალური სტრეპტოკოკების და პათოგენური მიკროორგანიზმების რაოდენობის მაჩვენებელს გამოიკვლევს. სინჯების აღება სპეციალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რისთვისაც 25,000 ლარი იხარჯება. ზღვის წყლის ხარისხის შესამოწმებლად 8 წერტილში ვიღებთ სინჯებს სარფი ჩოლოქის პერიმეტრზე ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისათვის 6 კომპონენტზე მოწოდება. ეს ტერიტორიები შერჩეული იქნა წინასწარ დაკვირვების შედეგად, რომელიც ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ შეარჩია. ლაბორატორიული კვლევების მიღების შემდეგ თუ კი დაფიქსირდება ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუარესების ფაქტი რომელიმე წერტილში, ასეთ შემთხვევაში მასალებს გადავაგზავნით ზედამხედველობის დეპარტამენტში გარემოს დაბინძურების ან კიდევ კონვენციურ სამსახურში ეს სამსახურებია, რომელიც გამოირკვევს ამ შემთხვევაში თუ რომელი კერიდან, ცურავის საშუალებებიდან ან კიდევ სანაპირო ობიექტებიდან ხდება ზღვის დაბინძურება.